გესალმებით, მე ვსალმობ ჩვენს მაყურებელს სოლიდარობა სინდისის პატიმრებს საქართველოში. ამას დიდი ხანია ვამბობთ, რამოდენიმე კვირაა ვიმეორებთ, იმიტომ რომ რამოდენიმე კვირაა ძალიან აქტიურად უკანასკნელ პერიოდში ზოგადად შეერთებულ შტატებსაც, ევროკავშირსაც აქვთ გამოცხადებული უკომპრომისო ბრძოლა რუსეთის ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტთან და ყულევის პორტი პირდაპირ დაკავშირებულია ამ ჩრდილოვან ფლოტთან. თქვენმა კოლეგებმა აღმოაჩინეს რამოდენიმე ის გემი, რომელიც ამ ჩამონათვალში შედის, არის ძებნილი შეერთებულ შტატების მიერ, იხილეთ კარიბის ბასეინში რა მოხდა ასეთ გემებთან მიმართებაში. ყულევის პორტი ასეთ გემებს იღებს, მათ ცლის და ძალიან მაღალი ალბათობა არის, რომ ყულევის პორტის არსებობის შექმნის ის ხო შეგახსენეთ რომ სულ რაღაც რამოდენიმე თვის წინადელი ამბავი არის ამ პორტის ამ ტერმინალის გახსნა. ეს ტერმინალი პირდაპირ შეიქმნა იმ მიზნით, რასაც ქვია რუსეთის ჩრდილოვანი პორტის მომსახურება და სანქცირებული ნავთობის და ნავთობპროდუქტების გაყიდვაში ხელშეწყობა და ეს არის ის საკითხი, რომელსაც ერთის მხრივ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მწვავედ უყურებს რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ აგერ აღმოჩნდა რომ ევროკავშირის რადარებშიც არის მოქცეული ეს ამბავი. ეს ერთის მხრივ ნიშნავს, ახლა მე ნამდვილად ვერ ვინერვიულებ გოგელიების და ასათიანების ოჯახი რაში მოყვა. ხო, თუმცა ეს ხომ არ ეხება მხოლოდ კომპანიის იმიჯს, ეს ეხება პორტზეა საუბარი, ქვეყნის იმიჯზეა საუბარი. თქმა უნდა, აქ არის ლაპარაკი რაღაც ამ ერთი კონკრეტული ოჯახის გამდიდრებაზე, ამ რაღაც გაურკვეველ კომპანიაზე, აქ არის ლაპარაკი ამ ქვეყნის იმიჯზე. ხალხო, ეს ქვეყანა გადაიქცა რაღაცა მეკობრეების სავანეთ, სადაც აქ ხალხი ჩამოდის და 1000 უბედურებას დაწყებული რაღაც თაღლითური კოლ-ცენტრებიდან დამთავრებული აი ამ რაღაც კრიმინალური სისხლიანი, პირდაპირ ვიტყვი, სისხლიანი ნავთობით ვაჭრობა. ნავთობით, რომელიც ხმარდება უკრაინაში ჯარისკაცების, ქალებისა და ბავშვების ხოცვას ყოველდღიურად და ახლა ეს უბედურება ტრაგედიას, ეს ოჯახი თუ იზელს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ამ ქვეყნის რეპუტაცია ყოველწუთიერად ინგრევა. პირდაპირ გეუბნებით, ინგრევა, როდესაც ასეთი ამბები ბჟანდება. ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც კი ეს არის წარმოუდგენელი ძალისხმევების ამბავი, რომ საქართველოს დაიბრუნოს ცივილიზებულ სამყაროში ნდობა, როგორც სრულფასოვანმა სახელმწიფომ. ხო, მოკლედ ეს და ბოლო დღეებში სხვათა შორის სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც არაერთი საგამოძიებო მასალა გავრცელდა, რომელიც ფაქტობრივად არის სანიმუშო, თუ შეიძლება ასე ითქვას, მასალა იმისთვის, რომ სანქციები დაჩქარდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. თქვენ საერთაშორისო მიმართულებით მუშაობთ თქვენს გუნდში და რამე სიახლე ხომ არ არის ამ მიმართულებით. შესაძლოა თუ არა რამე ახალი რა თქმა უნდა შესაძლოა. რა თქმა უნდა შესაძლოა. ბრიტანეთი იყო ბოლო დროს ფოკუსში. ნუ ბრიტანეთი ქართულ წარმომადგენლებსაც ხედავთ რა გამალებით საუბრობენ ახლა ბრიტანეთს და ლანძღავენ ბრიტანეთის ხელმძღვანელობას და მთავრობას. რა ვიცი, მოსალოდნელი არის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ნება მიბოძეთ რომ ამ საკითხზე მე დეტალზე არ ვლაპარაკო, იმიტომ რომ ამ პროცესსაც აზიანებს ხოლმე ამ საკითხზე დეტალურად ლაპარაკი. ის რომ ქართული ოცნება არათუ რაიმე ფორმით ურთიერთობას დაალაგებს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, სუფთა ფურცლიდან ეს გაუთავებელი ლაპარაკი სუფთა ფურცელზე, რაც ნიშნავს სუფთა ფურცელი. ერთხელ ხო შეიძლება რომ ვიღაცამ თქვას რას ნიშნავს სუფთა ფურცელი. რა არის უნდა ჩამოაწერონ დახმარება, მაგალითად, რამოდენიმე მილიარდ დოლარიანი დახმარება უნდა თუ ამერიკელებს ჩამოაწერონ ქართული ხალხის დახმარება, თუ რას ნიშნავს სუფთა ფურცელი? და ამერიკამ გადაწყვიტოს, რომ ის რუსეთის მეგობარია და ეს არის სუფთა ფურცელი თუ რა ვიცი ხე ეს კრიმინალები, რომლებიც ამ ქვეყანაში საქართველოს მოსახლეობას ძარცვავენ, რუსეთის სანქციების გვერდისავალში ხელს უწყობენ, საერთაშორისო სინდიკატი არის კრიმინალური თაღლითური კოლ-ცენტრების, ესენი დაივიწყოს, ამაზე თვალი დახუჭოს და რა ვიცი რაღაცა ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლაზზე და ჰამასის ტირილში რო დადიოდა და ირანელებთან რო ფლირტი აქვს პოლიტიკური გაჩაღება, ეს დაივიწყო შეერთებულმა შტატებმა. თუ ეს არის სუფთა ფურცელი, მაგ სუფთა ფურცელს ჩემზე ძალიან კარგად იცის კობახიძემ რა უნდა უყოს და მაგ სუფთა ფურცელს არავინ არ მიიღებს და არავინ არ დაიწყებს შეერთებულ შტატების ინტერესები ამ რეგიონში, მათ შორის იმ კვლევამ, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ევროკავშირის ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით და ამ შემდეგ, კიდევ ერთხელ აჩვენა დასავლეთ სამყაროს ინტერესი ამ რეგიონში, კონკრეტულად საქართველოში. კიდევ ერთხელ აჩვენა იმ პროცესმა, რომელიც ამ რეგიონში მიდის და ჯეიდ-ვანსი ჩამოსვლამ, რომ უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართებაში და სტრატეგიული ინტერესი შეერთებული შტატების ასე მარტივად არ იცვლება. ხო, თუმცა მოქმედი არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას, მათ შორის ჯეიდ-ვანსის ვიზიტის მარშრუტიც აჩვენებს. საქართველოს გვერდისავლით ჩავიდა სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩვენ საერთოდ გეოპოლიტიკურ რუკაზე არ ვიძებნებით,
ქართული ოცნების ხელისუფლების მთავრობის დამსახურებით და JD Vance-ის ვიზიტს რომ შევეხოთ, შესაძლოა იყოს რამე გზავნილი ჩვენთან დაკავშირებით ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ვერ გეტყვი, იმედი მაქვს რომ რაიმე გზავნილი იქნება, არ ვიცი, არც ამას დაიმედება არ მინდა. ფაქტი არის ერთი ცალსახა, რა ვიცი, ხა ეს ძალიან მძიმეა, ტრაგიკული სანახავია პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს, რომელიც იყო მთავარი ერთადერთი დიდი პერიოდის მანძილზე ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატების ამ რეგიონში და ზოგადად ფართო რეგიონში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი არის დღეს ჩვენს რეგიონში 2 საათში თბილისიდან 1 საათში მოგონი ფრენის დისტანციით და ის საქართველოში არ ჩამოდის. ამას დიდი ტრაგიკული მარცხი, კოლაფსი, კრახი ქართული საგარეო პოლიტიკის არ არსებობს. სხვა აი ამაზე თვალნათლივ დანახული. მაშინ როცა ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ პრეზიდენტი ამერიკის, ვიცე-პრეზიდენტები, სახელმწიფო მდივნები, ხო და JD Vance ყველაზე მაღალი რანგის სტუმარია სომხეთისთვის, პირველად მოხდა რომ ასეთი რანგის. პირდაპირ ვიტყვი რა არ დაისიზმრებოდა არც ერთ სომხეთის მმართველს და ადმინისტრაციას რომ იქ უდისმე ამერიკის შეერთებული შტატების ამ რანგის წარმომადგენლობა ჩავიდოდა ხა აქ რომ მოდიოდი ვესაუბრებოდი ჩემს მეგობარს რომ საქართველოში საელჩოა ისეთი მასშტაბის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა ისეთი მასშტაბის რომ რა ვიცი შეუძლებელია რომ ამ რეგიონში ჩამოხვიდე იქ არ გაიოწეს იქ ცხოვრობენ ხოლმე როდესაც ამ რეგიონში მიდიან მაღალი რანგის პირები მაგრამ ნუ აი ამ ტრაგიკულ ვითარებაში აღმოჩნდით და დღეს უყურებდი ის რაღაცა გაურკვეველი ომპოსუმი რო ყავთ რა ქვია იმას რა ქვია მახაშვილი თუ რაღაცა ნუ ეს ტიფარის სახით კაც რომელიც სპეციალისტებთან საერთოდ ურთიერთობით ტიფარის სახით იდგა და ამბობდა რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია რომ ამაში პრობლემა არ არის რომ ვიღაცას აქვს ინტერესი სულ არავით არ იყო პოლიტიკური ინტერესი არ კონდეს როგორ შეიძლება ეს ქართულ ხალხს მოუწყო რომ სოფლის ნომერი პირველი ეკონომიკის ხელმძღვანელი რომ ჩვენ რეგიონში მოდის რომ არავით არ ინტერესი არ აქვს საქართველოს არაფერი წმინდა ეკონომიკურ თავი რომ დავანებოთ იმას რომ ერთადერთი გარანტია არის ჩვენი უსაფრთხოების ჩვენი შვილების ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტური არსებობს სამყაროში ამ პლანეტაზე ეს არის შეერთებული შტატები და ეს ინტერესი როგორც გვერდზე გაწევ რას ეუბნება ქართულ ხალხს რომ ეკონომიკური ინტერესიც არ აქვს აქ რომ სოფლის ყველაზე დიდი ეკონომიკის მეორე კაცი აქ ჩამოვიდეს და მინიმუმ ეკონომიკაზე ილაპარაკონ მაგრამ ნუ აი ამ ვითარებაში ვარ ჩვენ შევრჩით რაღაცა აი ამ ბინძური პროპაგანდის ამარა და რუსეთის ამარა ფაქტიურად ხო ეს ხო ამას ნიშნავს როცა JD Vance საქართველოს სამხრეთით მოგზაურობს და ეს ნიშნავს და ის რასაც საქართველოს აკეთებს ეს არის რა რომ გეუბნება რომ ხო ხედავთ რა არის ეხა ნარატივი ხო მე ამ სიღრმისეული ნარატივი რომელსაც არის შეხედეთ ჩვენ აღარავის აღარ ვჭირდებით აგერ სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთში დაალაგდნენ ეს ქვეყანა არავის არ უნდა ამიტომ ეხა საქართველოს სამხრეთ საზღვარზე უნდა დაუშვათ რკინის ფარდა და საქართველოს ისევ ისტორიულად არასწორ მხარეს უნდა აღმოაჩინოს ამ ნაწილში ცოტა არეულები არიან თან იქ ზაზა შათირიშვილი ჯიბის ფილოსოფოსი წერს რომ deep state-ია ტრამპიც და ყველა მისი მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიო და თან ნახეთ ყაველაშვილი როგორ ხარობდა ხელის ჩამორთმებით ხო ოლიმპიადის ღონისძიებაზე სადაც საშინელი ხმაური იყო მუსიკა იყო და თითქოს მიმოიხილეს საჭირ ბოროტოს აკითხები ფოტოზე ხარ აი ყველა იმ ფოტოზე რო თვალები აქვს ყაველაშვილს რა ვიცი სუვერენიტეტზე ლაპარაკობს აი რა ვიცი ჩემთვის ვასალი ეგრე გამოიყურება ხო დღევანდელიც კი არა რაღაცა შუა საუკუნეების ვასალური დამოკიდებულება აი ეგ თვალებში სხვა რამე მართლა საცოდაოა თვალებში შესცინებდა ეგერთ აუცილებლად გამოეხმაურები ის რაღაცა ქრონიკული ალკოჰოლიკი რო ყავთ რომელსაც ფილოსოფოსი ეძახიან და ამიდებს აუცილებლად მე მაინც დიდ იმას არ ვდებ ხოლმე არასდროს ამ კაცის ნათქვამში ჩემთვის ამ კაცის ნათქვამი ეს არ არის რაღაც მხოლოდ ივანიშვილის ნაზრების გამჟღავნება ეს ამას აქვს კონკრეტული მიზანი ამ კაცის ნალაპარაკებს ეს არის ხოლმე კაცი რომელიც გამოიყვანენ ქართული ოცნების მომხრეები მხარდამჭერების აი ეს რაღაცა ხალხი ვინც ყავთ და ვინც შავრაზმელებისთვის რომ კონდეს არგუმენტები აი ამ შავრაზმელებს რომ კონდეთ არგუმენტები ამისთვის ალაპარაკებენ ხოლმე ამ კაცს და ეხა რა ძალისხმევას იღებენ ამაზე არ გვეყოფა ერთი გადაცემა რომ მოგიყვეთ რამხელა ძალისხმევას არ ვიძახი რამხელა ძალისხმევას იყენებენ ეხა და რამხელა ფულს ხარჯავენ რომ ვინმე მაინც დაელაპარაკოს სადმე ვინმემ რაღაცა უთხრას მაგრამ წარუმატებელია კიდევ ერთხელ ვამბობ ჰეზბოლას ჰამასის ირანის ისლამური სახელმწიფოს მეგობრებს რუსეთის ვასალებს შეერთებული შტატები როგორც თანასწორს როგორც სრულფასოვან სახელმწიფოს არ ელაპარაკებენ და ამას რო ის ემატება რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური როდესაც ეს ხელისუფლება არის დე ფაქტო მართველი უბრალოდ და დე იურე საფუძველი არა აქვს
არავინ ამათ არ ელაპარაკება არც როგორც თანაბარს, არც როგორც არათანაბარს, იმიტომ რომ ასეთ ხალხთან ურთიერთობა საშიშია ჯეფრი ეპსტეინის არ იყო. ხო, ფაქტია რომ სანამ ბიძენა ივანიშვილი და მისი გუნდი ამერიკაში ეძებენ მის პარტიას, ზუსტად ტრამპის ჩართულობით და შუამავლობით სამშვიდობო დერეფანზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენს გეოპოლიტიკურ როლზე უნდა გკითხოთ ამ მიმართულებით, რაც ნიშნავს ეს ჩვენთვის და ევროკომისიის დასკვნა ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის ძალიან საჭიროა საკითხზე, რომელიც მათ შორის ბევრ საკითხს ეხებოდა და ანაკლის სპორტზეც ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა იყო. პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასკვნის გამოდანა ეს არის რომ ეს არის დამოკიდებულება გამოჩნდა, ეს ხო არ არის ხა რაღაცა პოლიტიკური პოზიციონირება, ეს არის ემპირიული კვლევა, რომელსაც მეცნიერული მეთოდოლოგია აქვს და რომელსაც რა ვიცი ხა ამაზე მეტი არგუმენტი რა გინდა იმისი, დათლად ჩანს ჩვენ დასავლელი პარტნიორების, ჩვენი უახლოესი მოკავშირეების, ევროკავშირის და შეერთებული შტატების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირის, მაგრამ ზოგადად ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება საქართველოსათვის და ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველოს ანიჭებს ევროკავშირი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც ამბობს, რომ უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანაა ამ კონკრეტულ მომენტში, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შუა დერეფანი იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად ერთადერთი უსაფრთხო დამაკავშირებელია აზიური ტვირთების ევროკავშირის ქვეყნებთან, რომ ალტერნატივა არ აქვს ამას და საქართველოს ერთის მხრივ როგორც ინტერნეტ კაბელის დაკავშირებით, იგივე ანაკლის სპორტით, ფოთის და ბათუმის მოდერნიზებით ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს ერთადერთი შანსია გურამ პირდაპირ ვთქვა. ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი შანსი რომ მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა, რომ ეს ქვეყანა აღარ იყოს ღარიბი ქვეყანა. ეს არის საქართველოს თავისი როლი იყოს საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვში და ჩვენ არ ვყიდით ნავთობს, არ აგვაქვს შესაბამისად დაკავშირებადობა არის ერთადერთი ის შესაძლებლობა, რომელიც აი ამ გამდიდრებას საშუალებას მოგცემს. და აგერ ფაქტი ჩანს ხო სახეზე ამბობენ რომ ეს შეიძლება ანაკლის სპორტის შემთხვევაში და გზების დაკავშირების შემთხვევაში. ეს შეიძლება მაშინ როდესაც მაგალითი გვაქვს მართლა ხო? კი, ჩავიდა აგვიარა გვერდი, მაგრამ აი ზაზა შათერიშვილით ნაკლებ საზოგადოებას მინდა მივმართო. ხალხო, ტრამპის ამერიკა, არა უშინდელი ადმინისტრაცია, დღევანდელი ტრამპის ამერიკა ნათლად ანახებს, რომ ამ რეგიონში ჩვენი ორი მეზობლის, რომელიც ბევრად უფრო ახლო მოკავშირეები არიან რუსეთის ვიდრე თუნდაც ივანიშვილი, იყო მათი უსაფრთხოების გარანტორი გახდა შეერთებული შტატები. ჩვენ რეგიონში დღევანდელმა ადმინისტრაციამ გადადგა ნაბიჯები, იმიტომ რომ ამიერკავკასია მნიშვნელოვანია მათთვის და არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, რომ თურმე საქართველოს სხვაგან არის და არავის არ აინტერესებს. როგორ არ აინტერესებს, როდესაც ჩვენ ორი მეზობელი, უახლოესი მეზობელი დღეს არის მათი უსაფრთხოება დგას შეერთებულ შტატებზე. ჩვენ გზაც აქ იყო, მაგრამ ჩვენ აღმოჩნდით აი ამ რკინის ფარდის მეორე მხარეს. ჩვენ აღმოჩნდით იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყავით. ჩვენ პარტიაში ხარ ლელოში ანაკლის სპორტზე ძალიან დიდი ხანია საუბრობთ რა ყველა წახტაკში და ყველა მხრიდან, მაგრამ ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთის მხრივ საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა, როგორც სახელმწიფოსადმი, როგორც იმ პარტნიორისადმი, რომელიც სჭირდება დასავლეთს, როგორც ჩვენ გვჭირდება დასავლეთი, შეერთებული შტატები, ევროკავშირი იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტია იყოს, ისე მათ ჭირდებათ უსაფრთხო ძლიერი სუვერენული საქართველო, რომელიც იქნება ტვირთების იაფი და უსაფრთხო გამტარი ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილი ერთის მხრივ ანაკლის სპორტს არასდროს არ ააშენებს, იმიტომ რომ ეს არის წინააღმდეგება მისი პატრონის რუსეთის ინტერესებს, აი ერთი ეს არის სუფთა გეოპოლიტიკური მდგენელი და მეორე მდგენელი აგერ ჩვენი სიუჟეტი, ჩვენი შეხვედრა ამით დავიწყეთ, ხო? მეორე მდგენელი არის რა? არ დაუშვებს ივანიშვილი ამ ქვეყანაში მოდერნიზებას, აი ამ გზის და შუა დერეფნის საერთაშორისო სტანდარტებზე დასმას. რატო? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე ამ მეკობრეობით ვეღარ იქნებიან დაკავებული. ეხლა იქ რო იყოს საქმე, კორპორატიული მართლობა ფოთის სპორტში და ანაკლია რომ მუშაობდეს, ყულევში ვერ ააშენებდნენ ამ მამაძაღლობას პირდაპირ ვიტყვი. ვერ იქნებოდა საქართველოს პლაცდარმი რუსეთის ჩრდილოვანი პორტისთვის და ეს არ აწყობთ, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმი ფულს რა შეაკეთებს? გურავ, ფულს აკეთებს თაღლითულ კოლ-ცენტრებში, ფულს აკეთებს აი ამ რაღაცა საერთაშორისო სანქციების გვერდის აულაში, მანქანების ტარებაში და სანქციური ტვირთის ტარებაში რუსეთში და ფულს აკეთებს კორუფციაში. და ეს ყველაფერი არის შეუთავსებელი ცივილიზებული დასავლური ტიპის ევროპული სახელმწიფო. და ამასობაში ანაკლია ჭაობდება, რომელიც ევროკომისიის კვლევითაც, აი უბრალოდ ციტატას წავიკითხავ ამ კვლევიდან, ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოვოს. ეს ხო პოლიტიკური განცხადი არ არის. ეს ხო კონკრეტული მეცნიერული დასკვნა და ამაზე სამწუხაროდ
გვაქვს პასუხი ის, რომ ანაკლიაში დღეს დაჭაობებულია ის ტერიტორია, სადაც სპორტი უნდა აშენებულიყო რამდენიმე წლით. ეხლა უნდა ოპერირებდეს ეს სპორტი. კონსორციუმს ჰქონდა კონსორციუმის ვადებით, ეხლა უნდა ოპერირებდეს ეს სპორტი და იღებდეს ტურისტებს. კარგით, ჩვენი ინტერვიუსთვის განკუთვნილი დრო იწურება, მაგრამ ხვალ არის მნიშვნელოვანი სასამართლო სხდომა ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე და თქვენი პარტიის ორი ლიდერი არის ბრალდებული ამ საქმის ფარგლებში. არაფერია გამორიცხული წინა სასამართლოს სხდომა, ჯერჯერობით მათ გირაო აქვთ პატიმრობის სახით შეფარდებული, შესაძლოა თუ არა პროკურატურამ მოითხოვოს ამის შეცვლა. ნახავთ ხვალ გამოჩნდება თქვენ რა მოლოდინით მიდიხართ სასამართლოზე თქვენი გუნდის წევრები წავლენ თუ არ ვიცი, მე მაგ სასამართლოში არ მივდივარ, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემ ემოციურად უკვე ვეღარ უძლებ აი იმ რაღაცა ჯოჯოხეთს რაც იქ ხდება და არ ვაპირებ. რასაც ვაკვირდებით ახლა ლიდერებს ახალ ბრალს უყენებენ დაპატიმრების მიზნით და იგივე მოხდება თქვენი ლიდერების შემთხვევაში. არა, არ ვიცი, კარგი მოლოდინი არაფრის არ მაქვს. გავიცანი რა, რამოდენიმე დეტალს ამ საქმიდან და ნუ აი აბსურდის რაღაცა სხვა ჟანრი არის უკვე, რაღაცა თვალების ცეცებებზე არ ლაპარაკი და ასეთ სიბინძურეებზე. მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ივანიშვილი ერჩის პოლიტიკურ ლიდერებს ამ ქვეყანაში, შესაბამისად კარგის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ნუ ვიხილოთ. მე ვიცი ერთი რამ, რომ იქ რაც მოხდება ხვალ, ეს არ არის სასამართლო პროცესი. ეს არის რაღაცა პოლიტიკური ოპონენტების დევნის ლეგალისტური ბრჭყალებში მექანიზმი, სასამართლო ამ ფუნქციას ასრულებს. ივანიშვილის თავში ღმერთმა დამიფაროს რომ ვიცოდე რა ხდება, შესაბამისად დღეს რა ხდება არ ვიცი, იმიტომ გადაწყვეტილება რომელსაც მიიღებს ეს სასამართლო, იქნება ის რაც ივანიშვილის თავში. ვინც გამოვიდა ზურაგირ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, 12 თებერვალს გამოვარ ნიკა გვარამია, მათი შებრუნება სურს, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგ ამოქმედა სხვა საქმეები. ჩემს შემთხვევაშიც ახლა არ იქნებოდნენ მაშინ არც ამ საქმის ფიგურანტები და არც სხვა საქმეების, რომელიც მათ წინააღმდეგ არის ივანიშვილს მათი მშვიდობაზე მწყნარა მშვიდად და გარეთ ყოფნა რო უნდოდეს. მაგრამ ნუ არ უსწრებ ახლა მოვლენებს, შევხედავ და დავინახავთ რა არის. მე ერთი რამ ვიცი, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც აი ეს ვითომ სასამართლო მიიღებს, ემსახურება არა რაიმე ფორმით სამართლის ზეიმს, სამართლის რაღაცა სამართლების სახელმწიფოში თანაარსებობას, არამედ ემსახურება ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას. ყველაფერი რაც გააკეთებს, იქნება პოლიტიკური დაკვეთის, პოლიტიკური თამაშის და მასკარადის ნაწილი. გაგახსენებთ მაგალითად ჩვენ ლიდერების მიმართ სპეციალურად, მიზანმიმართულად, ადრე განთავისუფლებას სხვების განსხვავებით, რომ ისინი დაეზიანებინათ აი ამ წინასაარჩევნო პროცესში. შესაბამისად, ეხაც არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთი რამ ვიცი, რომ ლელოდლერი საქართველოს, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ისევე როგორც ჩვენი კოლეგები ოპოზიციონერების დიდი ნაწილი ლიდერებს, რომელიც ციხეში ზიანა, ციხეში არ არიან, მათი არსებობა მისთვის პრობლემაა, როგორც ჩემი და შენი არსებობა მისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა და ძალიან გაიხარდება, რომ ჩვენ არ ვიყოთ. ამიტომ ყველაფერს აკეთებს ამისთვის. მისი ავტოკრატიას არის უკვე ბოლომდე ყველა ხელფეხი გახსნილი და მიდის აბსოლუტურად სრული კრახისკენ თავით. ამიტომ ამას ერთის მხრივ ძალიან მძიმე ვითარება ამ ქვეყანაში და მის ხელშია ეს პროცესი, მაგრამ მეორეს მხრივ მე მინდა არ ვიყო მთლიანად ნეგატიური და ისეთი რა ქვია პესიმისტი და პირდაპირ გეტყვით, აგერ იხილეთ რა მოხდა თესეუსთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ნახეთ რომ მათი მომხრეებით 100 კაცის წინააღმდეგობაც კი მათთვის იმდენად მძიმეა, რომ აი ამ რაღაცა ორი კვირაა, რომ ყველაფერს იფიცებენ და იგინებიან, რომ ამას აუცილებლად ვიზამთო, აქ უკან დაიხიას. ეს ყველაზე კარგად აჩვენებს მათ მძიმე მდგომარეობას. ამიტომ ჩვენთვის მთავარია გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლომდე.